მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მეუბნება ხო და დღეს მეგობრებო, ისევ დავბრუნდით car parking-ით. რამდენი ხანია car parking-ია არ გადაგვიღია მეგობრებო. წინა ვიდეო არავიდა 10 ლაიქს, მაგრამ მაინც ვიღებ ვიდეოს, მაგრამ იმითამაში აღარ გავაგრძელებ თუ ის ვიდეო არავიდა 10 ლაიქზე, ბოლო ვიდეო. და მეგობრებო, დღეს სათავიდან გამომდინარე ვიღებთ car parking-ში იაფიანი მანქანა ამბულს ძვირიანი მანქანა ახალი Porsche, რომელიც არის 612 ცხენის ძალით და იგივე ტუნინგით, ანუ დატონინგებული ბოლომდე არა 612 ცხენზეა და ამანქანას ვიღებთ მეგობრებო Porsche-ს, აი ასეთ Porsche-ს და ესა 612 ცხენზეა, ასევე ამის ესაა ძვირიანი მანქანა, ხო და ეხლა განახებთ ესაა მეგობრებო იაფიანი მანქანა, რომელიც დაუპირისპირდება Porsche-ს, ანუ Golf-ი Porsche. ესეც 612 ცხენზეა. აი შეგახედებთ ცხენებს, აი 612 ცხენზე აქ წერია turbo არ აქვს და ასე შემდეგ რა. brake ხო 1500 და აქ კიდევ 200.000-დან 0-იანი ძრავი უდევს. ой, ამ ტურბოს გამოვთავ. გამოვრთე ეს ტურბო მეგობრებო, იმიტომ რომ სამართლებად არ იყოს და რაღაცა. და წავედით თქვენი. მოიცა კიდე ეხლა შეგახედებთ Porsche-ი წავიდეთ ეხლა. და დღეს იქნება მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც უფრო კარგი აქვს და რომელიც უფრო სწრაფია, მოკლედ და რომელიც უფრო შეიძლება რა. ესაა ქოინებიანი მანქანა, ესა 900.000-იანი მანქანა თამაშის ფულად. კარგით, ნახოთ ახლა 612 ცხენზე ესეც იგივე რაღაცები, მაგრამ ამას 6-დან 0 ანიძრავი რო ჩაუდგა ახლა ამას 612 ცხენზე აღარ იქნება მეგობრებო. თუ იქნება. იქნება. კაი, ჩაუდგა თო 6-დან 0-იანი ძრავი. სოთანამბარია ბრძოლა. აბა რა. წავედით, მაგრამ ახლა კარგი ხმა აღარ ექნება რა. ვიზუალი მართლა კარგი აქვს. Golf-თან შედარებით სალონი არ ჩანს. დედი მაგრამ სალონი არ ჩანს და მოდი აქ არ ჩავაჭერ და მოსახვევიდან დავიწყოთ ჩაჭერა. საიდან იცით? პირდაპირ ის რო იწყება. აი განახეთ. იმას რო გიხსნიან და მიდიხარ რა საზღვარს. ასე, სუსტად იქიდან დავიწყოთ ჩაჭერა. აი მეგობრებო, აქედან აღარ გავჩერდეთ. ეს გაიღება და აქედან 1 2 3 ნახოთ აბა სანამდე წავა. ოპა 200 თითქმის, ხო 200 გაჭიმა უკვე 200. ჩემი აზრით ეს უფრო ნელა წავა, იმიტომ რომ Golf-ი უფრო ჩატია რა. Porsche მაინც Porsche-ა და თითქმის 300. მიდი რა 300 ბარემ. ორა 93-ზე დაკეტა? არა. მიდი ბიჭო. დაადებინე რა. აუ გაჭედა.
არა ბოლოს როგორც დავინახე 293 დაადებია ამ მანქანამ დრიფტი შეუძლია ნეტა არა დრიფტი შეუძლია მაგრამ ასე კარგად დრიფტი არ შეუძლია ხა დრიფტკარი არა იგდებს ხუთს გოლფიც ეგრე იქნება სავარაუდოდ კარგით ახლა ვნახოთ გოლფი მეგობრებო მაგრამ ერთ სანამ გოლფს ვნახავთ ამას ძრავს ჩავხედოთ კაპოტი იღება ყველაფერი ამას უკან აქვს ძრავი კარგია ძრავი მართლა კარგი აქვს აი მართლა ვიზუალურად არის ძალიან მაგარი მანქანა ძალიან მანქანა გოლფთან შედარებით ძველ გოლფთან შედარებით დისკები კაი აქვს ყველაფერი კაი აქვს ეს ცოტა მივლეწე მაგრამ არ აღშავს და ხო ავღადოთ საბარგული ამას წინ აქვს და საბარგული აქვს ძალიან პატარა გოლფთან შედარებით მგონი ეს კიდე მინუსი ხო წავედით ახლა ვნახოთ გოლფი და დაგიბრუნდით მეგობრებო გოლფით ანახეთ რა მაგარია ხმა იგივე ექნება რა თქმა უნდა იგივე ხმა აქვს რაც პორშეს ქონდა იმიტომ რომ 200.000-იანი და ერთ ტურნინგზეა მერე ორივეს მოხსნით ძრავებს და უფრო კაები იქნებიან ამას ახლა ნახოთ ამას ნახეთ ამას სალონიც კი უჩანს მეგობრებო არ ვიცი ზოგს შეიძლება ნახე ზოგს შეიძლება პორშეში და თუ ჩანდეს სალონი მაგრამ ახლა ამ ვიდეოში რა თქმა უნდა ერთი ქულა უკვე გოლფს აქვს გოლფი იგებს იმიტომ რომ სალონი უჩანს გოლფს ნახეთ მეგობრებო აქ გოლფის სალონი ჩვეულებრივი მაგარი სალონი ეს მართლა კარგია შეიძლება პორშეში დაწქონდეს მაგრამ ამ ვიდეოში ახლა გოლფს უჩანს სალონი და პორშეს არა და ამიტომაც ერთი ქულა ხო მეგობრებო ეს უფრო სწრაფი ჩანს მგონი და ნახოთ ჩავაჭიროთ უკვე 200 ავიდა მოსახელს არ დამიწყია ჯერ და უკვე 200-ზე ავიდა და ის 299-ზე ავიდა თითქმის 300 მაგრამ ზუსტად რო ვთქვათ მაინც 299-ზე ავიდა ის მანქანა მაინც მეგობრებო და მივახლოვდით და ეხლა დავიწყებთ ბოლას რა ხო 1 2 3 ჩავაჭირეთ ეს უფრო სწრაფი მგონია რაღაცა რა კი ეს უფრო სწრაფია მგონი უფრო მჩატია რა ამას კიდე ერთი პლუსი აქვს რო ეს უფრო ისა ჩატე ოპა ის ცოტა უფრო დასამორჩილე ოპა 300 მეგობრებო 310 325-ზე გაჭედა 325 იყო ბოლოს ძალიან კარგი გოლფმა აჯობა სიჩქარეში პორშეს ასე გამოიყურება ვიზუალურად გოლფი მე პორშეს ვიზუალი რჩევნია რა თქმა უნდა და ამიტომაც ეგ გემოვნებაზეა მაგრამ ეხლა
რა თქმა უნდა თითქმის ყველას პორშეს ვიზუალი ურჩევნია. და ამიტომაც ახლა პორშეს ვიზუალი უფრო კარგია და პორშე იგებს ვიზუალში, ეს სისწრაფეში. კარგით, ავხატოთ კაპოტი, რა ხდება კაპოტში. ჩვეულებრივად რაღაც ძველი ძრავი და რაღაცა კაპოტში პორშე უფრო კარგად გამოიყურება. წავედით ახლა ავხატოთ საბარგული. საბარგული უფრო დიდი აქვს. ამას თან შეგიძლია ზიდენია იქეთ გადაწევი და შეაწყო რაღაცები და ამიტომაც საბარგულშიდაც იგებს ეს. ეხლა დაგიბრუნდებით მეგობრებო და კეთყვით მეგობრებო, გაიგებთ რაში უნდა შევაჯებრო კიდევ ეს მანქანები და დაგიბრუნდით მეგობრებო, შემოვედი აი აქ. აქედან უნდა წავიდეთ, უნდა დავგორდეთ და ჩხარა უნდა წავიდეთ, რაც შეგვიძლია, გაზ უნდა დავაჭიროთ და იქ აღმართი როა იქ უნდა ავფრინდეთ, უნდა ავხტეთ იქ და იქ სანამდე წავა და სანამდე დახტება რა. უნდა ვნახოთ და წავედით. ვინაჯობებს აბა ვნახოთ. წავედით. მივქრივართ, წავედით და ამ აღმართზე ავდივართ უკვე 200-ით და სადახტა სადღაც აი ამ გაჩერებასთან დახტა. კაი, ასე ჩავთვალოთ. იმიტომ რომ ვიდეოში უფრო კარგად ვნახოთ ახლა სადახტა. უფრო ამ გაჩერებაზე კი არა, აი აქ დახტა გოლფი. აი აქ, ზუსტად აქ. ორ შემთხვევაში აი იმაზე ვერ ახტა რა. კარგით. ახლა ვნახოთ პორშე. კარგით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახლა პორშეთი და ვნახოთ რა ხელაზე ახტება პორშე. და წავედით. ვნახოთ, ჩემი აზრით უფრო პატარაზე ახტება, იმიტომ რომ უფრო ნელია ცოტა პორშე ახლა და ოპა რამ ხელაზე ახტება, ხო? გაემარჯვა აქაც გოლფმა. იმიტომ რომ გოლფი პირდაპირ აქ დახტა. ხო და პორშე ზუსტად აქ დახტა. გაემარჯვა გოლფმა. ახლა მეგობრებო, განახებთ, რაში უნდა შევაჯიბროთ მანქანები. დაგიბრუნდებით. დაგიბრუნდით გოლფით. ისევ ყველაფერი ტუნინგი რაც ქონდა, ანუ ის 200,000-იანი ძრავი და ყველაფერი რაც ქონდა საერთოდ, ყველაფერი ესავქენი დავაკელი და ყველაფერი დავაბრუნე თავის ცხენის ძალაზე და ყველაფერზე. ხო და ეხლა ვნახოთ როგორი ხმა აქვს სინამდვილეში ამ გოლფს და აჯობებს თუ არა პორშეს ხმას. ვნახოთ აბა. საკმაოდ კარგი ხმა აქვს, მაგრამ შეიძლება პორშეს მაინც ვერ აჯობოს. საკმაოდ კარგი ხმა აქვს, მაგრამ ვნახოთ ახლა პორშეს თუ აჯობებს. დაგიბრუნდებით პორშეთი. დაგიბრუნდით მეგობრებო. დაგიბრუნდით და ახლა მოусმინოთ პორშეს ხმას. მოდით მოусმინოთ.
კომენტარებს ბავშვი, იმიტომ რომ რა ვიცი მე ანუ სტოკი არა ჩვეულებრივი არაფერი არ აქვს და გოლფსაც არაფერი არ აქვს გაკეთებული და ანუ გოლფს აჯობა რა და ამ დროს მეგობრებო მე მეგონა რომ 3-3 იყო ანგარიში თურმე 4-3 ყოფილა იმიტომ რომ იქ ვიზუალიც და რაღაცეებიც არ ჩამithვლია და მაგიტო მოკლედ 4-3 ანგარიში მელეჯობია იაპიანი გოლფი თუ ძვირიანი პორში ნახვავდით მე გეშევხვდებით შემდეგ ვიდეოებში ნახვამდის Ela desce, ela sobe, no baile a pressão